ამავდროულად შეგავცნობთ პასუხებს ყველა კითხვას ბიზნეს ვალების დაბრუნების შესახებ. კითხვა ნომერი 1. შემიძლია თუ არა გადაუხდელი ინვოისების მოთხოვნა ადვოკატის გარეშე? შეგიძლიათ, თუმცა ადვოკატის წერილი ბევრად უფრო დიდ და იურიდიულ ძალას ატარებს. კითხვა ნომერი 2. რა არის პირველი ნაბიჯი ვალის დაბრუნების პროცესში? Letter before the claim. შეიძლება მოიხსენიება როგორც მოთხოვნის წერილი. კითხვა ნომერი 3. როდის უნდა გავაგზავნოთ მოთხოვნის წერილი? როგორც წესი 30 დღის ვადის გასვლის შემდეგ, ანუ როდესაც ვალი უკვე გადაუხდელია. კითხვა ნომერი 4. რა ხდება თუ დავალიანება ეწინააღმდეგება ინვოისს? საჭიროა კონტრაქტის და მტკიცებულებების შეფასება. კითხვა ნომერი 5. შემიძლია თუ არა გადაუხდელ კომერციულ ვალზე პროცენტის დარიცხვა? შეგიძლიათ, ეს არის late payment of commercial debt-ის საფუძველზე. კითხვა ნომერი 6. შემიძლია თუ არა დავაბრუნო სამართლებრივი ხარჯები ვალ მომხდელს? შეგიძლიათ განსაკუთრებით მაშინ თუ ეს თქვენს კონტრაქტში არის გათვალისწინებული. კითხვა ნომერი 7. რა ხდება თუ ვალ მომხდელი მოთხოვნის წერილზე არ რეაგირებს? შემდეგი ნაბიჯები არის სასამართლო წარმოება და სტატუსის შეჩერება, ასევე ლიკვიდაციის მუქარა. ბონუსად, რა შეცდომას უშვებენ ყველაზე ხშირად კომპანიები? ზედმეტად დიდხანს ელოდებიან, რის შედეგადაც ვალი ძველდება და იკარგება შესაძლებლობები. თუ ეს ინფორმაცია თქვენ გეხებათ ან იცნობთ ვინმეს, ვისაც დაეხმარებათ ეს ვიდეო, დაჯახვნეთ უფასო საკონსულტაციო შეხვედრა ადვოკატთან და სწორად წარმართეთ ვალის დაბრუნების სტრატეგია.